სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღეს არის ბედნიერი დღე. დღეს არის ქრისტიანული ერთგულების დღე, ერთგულების სათნოების დღე არის და მინდა ცოტა უფრო ადრიდან დავიწყოთ დღევანდელი დღის შესახებ საუბარი და მინდა გაგახსენოთ დიდმარხვის მეხუთე კვირის სახარება, როდესაც ჩვენ წავიკითხეთ, როგორ მივიდა იესო ქრისტესთან მისი ორი მოწაფე, იოანე და იაკობი ძმები, იოანე ღვთისმეტყველი და სთხოვეს, რომ როდესაც მოხვალ დიდებით, ჩვენ გვინდა რომ ერთი შესმარჯვნივ ვიყოთ, მეორე შესმარცხნივ, რამაც მოციქულების გაბრაზება გამოიწვია, მაგრამ იესო ქრისტემ მათ უთხრა. თქვენ კი გინდათ, მაგრამ შეძლებთ შესვათ ის სასმისი, რომელსაც მე შევსვამ. ამათ არც დაფიქრდნენ, ისე უთხრეს, რომ დიახ შევძლებთ. იმიტომ რომ მანამდე ქონდათ ამაზე ნაფიქრი და აი იოანე ღვთისმეტყველმა მართლაც მოახერხა ეს. იოანე ღვთისმეტყველი ერთადერთი იყო მოციქულთა შორის, რომელიც ბოლომდე ესწრებოდა იესოს ჯვარცმას. და დიდებით მოსვლამდე, იესოს დიდებით მოსვლამდე მან მიიღო პასუხი. ჯვარცმულმა იესომ გადმოხედა ჯვრიდან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უთხრა, დედაკაცო, აჰა ძე შენი. და იოანე ღვთისმეტყველს უთხრა, აჰა დედა შენი. მარტო კი არ ჩააბარა ღვთისმშობელი მოსავლელად. არამედ ნახეთ უთხრა, აჰა ძე შენი. ანუ ღვთისმშობელს ხო ერთი ძე ყავდა, ეს იყო იესო და აი მეორე ძე იოანე ღვთისმეტყველი ამ უწოდა თავისი ძმა. აი ეს იყო პირველი შეფასება აი ამ მოვლენების და ამის შემდეგ უკვე იყო იესოს აღდგომის შემდეგ. იესო არ მიატოვეს მენელსაცხებლე დედებმა. იესო არ მიატოვა იოსებ არიმათიელმა, იესო არ მიატოვა ნიკოდიმუსმა. და აი ამ ერთგულების დღესასწაულია დღეს, მაგრამ კიდევ ერთი რამ მინდა გავიხსენო, ეს იყო ეს უბრალოდ მინდა გაგახსენოთ, ეს არის დავით გურამიშვილის სიტყვები. აი რატო უნდა გავიხსენოთ დღეს ავკაცობა? რატო? აი დავით გურამიშვილი ესე ამბობს. აწრო ავსა ავი არ ვაძაგო. კარგი როგორ უნდა ვაქო?ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო? კარგკაც ვით არ დაუკარგო, რაც რამ სიკარგ კაცე აქო. და ეხლა რუსთავს მოვიშვები. ავსა კაცსა, ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა. და აი ცოტა ხნის წინ ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ავი კაცის და ავკაცობის შესახებ და ეს აუცილებლია, ესე იგი, იყო ის, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ მისი კომაგები. და გამლაძღეს კიდევაც, ესე იგი, რომ რატო, ესე იგი, იუდას რატო უწოდებ რაღაც აავს და ბოროტს და რაღაცა. გასაოცარი ამბავია, მაგრამ ამაზეც არის პასუხი. მე მინდა კიდევ ერთი ლექსი გავიხსენო, ეს არის აც გარდაცვლილი ნიკო გომელაურის ლექსი, რომელსაც პირადად ვიცნობდი ძალიან კარგად სიკვდილის წინ ვაზიარე და რომელმაც წამიკითხა ეს ლექსი, მე ვიყავ ერთ-ერთი პირველი, ვისაც წავკითხა. როგორი იყო? აბა რა ვიცი. როგორც ამბობენ, ქონდა წვერები. 2000 წელი განვიცდი. ჩარევა არღეს, მაგრამ ვერები. როგორ აკოცა უფალს ლოყას. ცოტათი მაინც მორიდებოდა. ეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი, მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. არადა კოცნის, არადა ყიდის, იცის მოკლავე განა შტერია, ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის. თავის სიმცირეს ვერ მოერია. ისტორიაში დარჩა იუდა, დღესაც აქ არის, არ გაიგუდა. ხო და ამის შესახებ მინდა გითხრათ, რომ დღესაც აქ არის. ეს არის ავკაცობა და კარკაცობა. ეს არის ღალატი, აი სასწორი რო წარმოიდგინე. ერთ მხარეს ღალატი და მეორე მხარეს ერთგულება. არჩევანი ჩვენზე. ვინ არიან დღეს აი ეს, ვისაც პირველ რიგში ვიხსენებთ?
როგორ გადაუხადა მადლობა იესომ, როგორ დალოცა აი ეს ერთგულება, ერთგული ადამიანები და თვითონ ერთგულების სათქმელი. როდესაც იგი აღდგა, პირველ რიგში გამოეცხა და რა თქმა უნდა ყოველ წმინდა ღვთისმშობელს. აი მის შემდეგ იგი ეჩვენა მენელსაცხებლე დედებს, რომელიც გამთენიისას მივიდნენ საფლავთან. შემდეგ სანამ მოციქულებთან მივიდოდა, იგი მივიდა იოსებ არიმათეელთან, რომელიც ებრაელებს ყავდათ დამწყდეული, საკუთარ სახლში ყავდათ გამოკეტილი შიდა პატიმრობაში, ეხა შენთვის არ ბცალია და რო ჩაივლის დღესასწაული, მერე შენთვისაც მოვიწლითო ესე ვთქვას. აი აქ მივიდა იესო და აი ჩაკეტილი სახლიდან გამოიყვანა იოსებ არიმათეელი. აი შემდეგ მივიდა მოციქულებთან. აი ესე თანდათანობით იესო მივიდა და გაახარა ეს ადამიანები, რომლებიც აი მისი ერთგულები არიან. და აი სწორედ ამის შესახებ არის დღევანდელი სახარება და დღევანდელი დღესასწაული. დღეს არის ქალების დღესასწაული. ოღონდ რატო? დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს არის მესამე კვირა. აღდგომიდან აღდგომა თვითონ პირველი კვირა, მეორე კვირა ის იყო აღდგომის განახლება, აღდგომის დამტკიცება და აი ფაქტორი პირველი კვირა არის, როდესაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ შეფასებებს და აი პირველი ვის შეფასებასაც ვაკეთებთ, ესენი არიან მენელსაცხებლე დედები და იყო ადრე მცდელობა ქალების როგორც ასეთის დღესასწაულის დაწესების გენდერული ნიშნით. ეს იყო დაკავშირებული ერთ-ერთ რევოლუციონერ ქალთან და მინდა გითხრათ, რომ სრულებით არასწორი დღესასწაული. ადამიანი პიროვნება უნდა დაფასდეს და არა მისი რაღაცა ბიოლოგიური თავისებურებები. მეორეჯერ იყო ასეთი მცდელობა და ეს ბევრად უფრო სწორი იყო ცოტა ხნის წინ საქართველოში დაწესდა დედის დღე. ესე იგი, რომ ამარტი იყვნენ ქალების დღე, რომ დედის დღე სამარს დაწესდა, ესეც ძალიან კარგი დღე არის, მაგრამ არ მოიცავს ყველა ქალს. აქ დღეს სინამდვილეში სულებით სხვა რამაზე ლაპარაკი. დღეს არის ქალი, ოღონდ ყველა ქალის ხსენების დღე არ არის, დღეს ყველა ქალის დღესასწაული არ არის. დღეს არის პრინციპული ქალების, ერთგული ქალების დღესასწაული. და აი ქალებმა გამოიჩინეს ყველაზე დიდი ერთგულება და პრინციპულობა. ანუ დღეს პრინცესების დღე არის. თავადის ქალების, თავადი ქართულად არის. პრინცესა არის იტალიური სიტყვა და იტალიურად პრინცესა ითქმება ესე პრინჩიპესა, რაც დაკავშირებულია სიტყვა პრინციპთან. აი პრინციპებით ვის ცხოვრობს, ის არის პრინცესა სინამდვილეში და არა გვარიშვილებით. პრინცესა დღეს აი იმ ქალების დღე არის, ვინც არიან პრინციპულები, ვინც არავითარ შემთხვევაში აი არაფრის დიდებით უფალს არ უღალატეს. რატომღაც უმრავლესობა ხალე აღმოჩნდა. და ვინა გითხრათ, რომ ესეც დღესაც ესეც ასეა. იმიტომ რომ მე რო ეკლესიაში მოვედი, დავიწყე სიარული, აი საბჭოთა პერიოდის ბოლო ხანა იყო და ძირითადად სულ ქალები იყვნენ ეკლესიაში. ძირითადად. დღეს მადლობა ღმერთს ცოტათი შეიცვალა ვითარება და დღეს მამაკაცებიც სხვადასხვა ასაკის დიდები, პატარები, ასაკოვანი არიან, მაგრამ აი როდესაც ეკლესიისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, ქალებმა არ მიატოვეს ეკლესია. ასე რომ დღეს ქრისტიანი ქალების დღესასწაულია და მინდა ყველას მოგილოცოთ, მერთვა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა.